ძალიან ჯადოსნურ დღესასწაულზეც მოვედით. დღესასწაულია თუ ტრადიცია, უფრო ტრადიცია, სვანური ლამპრობა, რომელიც არავინ არ იცის რამდენ წლიანია, რამდენ ათასწლეულიანი ისტორიის არის, იმიტომ რომ სულ იყო და ყოველთვის აღნიშნავენ სვანები, როცა საღამოს შებინდებულზე 14 თებერვალს გამოდიან საფლავებზე, თავიანთი წინაპრების, ოჯახის წევრების და ანთებენ კოცონს. ორი ეს მოვისმინე ვერსია, ერთი ვერსიით ბევრად უფრო ძველი ტრადიცია, ვიდრე საერთოდ ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში და უფრო მაგ ვერსიას ვემხრობი. მომწერეთ, არ ვიცი თუ უფრო მეტი იცით, ვიდრე მე მოყვები ამ ვიდეოში. მეორე ვერსიით წმინდა სვიმონს უკავშირდება და მირქმის დღესასწაულს და მირქმასთან არის დაკავშირებული, როდესაც ამცნეს იესოს დაბადება, ეს კოცონის ცეცხლის დანთება საფლავებზე. აუცილებლად არყის ხისგან უნდა დაენთოს კოცონი, გამოდიან, გამოაქვთ საჭმელი, სასმელი და ყველგან ინთება საკმაოდ დიდი კოცონი და ჯადოსნური გარემოა, არ ვიცი ვიდეოში გამოჩნდება თუ არა, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. კოკოს რო გავს, ბევრი ადარებს ძალიან, კოკო ანიმაცია ნანახი თუ გაქვთ, თუ არ გაქვთ, მექსიკაში არსებობს დაახლოებით ესეთი ტრადიცია და ძალიან ლამაზია იქაც და ხანდახან აი ესეთ ტრადიციებს, ისე საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ ხოლმე რა, აი კოკო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და აუ იცი, ყველა უნდა ნახოთ ლამპრობა 14 თებერვალს. საღამოს ამბავი და გართობა მესტიაში ძირითადად არის ბარში, რომელსაც ქვია ზოგიერთი ეძახის KRK, მაგრამ არა, ქვია კრკ და კრკ სვანურად ნიშნავს ხისთავიანს. ანუ ეხა შევალთ ბარში, რომელსაც ქვია ხისთავიანი და ძალიან კარგად გავერთობით. ესენი ნახე, ესენი. დიახ, ძალიან კარგად გავერთობით. შევეცდები რამე შევუკვეთო სასმელი, ისეთი ამბავია ცოტა გაჭირდება, მაგრამ მაინც. მიკროფონს რატო უშვებ? რამე თქვი, იმღერეთ. ეს არის ეგ დღე რა, რომ აი ვაფშე არაფერი არ უნდა თქვა და უნდა იცექო. უბრალოდ უნდა იცექო. ამ პატარა სივრცეში არის ძალიან დიდი სიყვარული. ბატა, რამე ვაკანსია არ გაქვს ბახტი. ვაკანსია არ გაქვს. ვაშენ. არ მოხანისებ. თვით დედაენის დათარო აქ არის ლაფავი არ ვთქვათ. გამარჯობა. აუ ძალიან. ყოველთვის მინდოდა და ძალიან გამიხარდა რომ რაღაც წერეთ ისე ჯადოსნურად აქვარ ამ მომენტში. ვცდილობ სასმელი შევუკვეთოს. კოცა არ არის, მიდი ვალი, ბატონო. ეს იყო ჩვენი დღის და საღამოს დასასრული. მესტიაში თუ ამოხვალთ, კრკში აუცილებლად უნდა გაატაროთ დრო ვიკენდზე მინიმუმ შაბათ-კვირას. პატარა გამოფენა მოვაწყვეთ აივანზე ლუშნუების. ეს არის ნინის ბრენდი და ხელნაკეთი ქუდები და თავის, რა ქვია მას? ყურსათმობები, რომელიც აი მთაში ვინც კი მე მგონი კარგად სრიალებს, ეს ფრირაიდერები, მოთხილამურები ყველაზე შეხვდებით და ძალიან ლამაზ და ფერადია. საიდან დაიწყე ქსოვა მოყევი? ჩემ ძალიან ტკბილ მოგონებებს უკავშირდება, ესე ვიტყოდი.
ჩემი საყვარელი ბებოქსოვდა ყაისნაყით და სულ მომწონდა რომ უყურებდი რაღაცნაირად აი სიმშვიდეს პოვებდი მეც თითქოს აი ამ ყველაფრის შემყურე და გადავწყვიტე რომ ესწავლა ბებოსგან ეს ყაისნაყით ქსოვა გვაჩვენებ კიდეც ხა გამზადებული როგორ ხო აი რაღაცა შემილია რომ დაგანახოთ ანუ განსაკუთრებული არაფერი მინდა გითხრათ ყველას შეუძლია და ყველა აკეთებს მაგრამ მთელი გული და სული მაქვს ჩაქსოვილი თითოეულ მათგანში. ო, ესე ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული არაფერი, იმიტომ რომ ზალამაზი ფერებია, ნახე როგორი ხელნაკეთი გიკეთი, ანუ მარტო შენ გიკეთი, ერთნაირი ვერც ერთი ვერ ვნახე. ვერ ვამეორებ, ანუ არც ერთი არ არის ერთნაირი, არ მეორდება, ესე ვიტყვით. ეს უნდა აღნიშნო რომ დედას ქუდები არის, პომპონიანი რას არის? დედას მაქსო. ხო, დედაც ქსოვს. ოღონ ყაისნაყით არა ჭხირებით, ანუ ორი ცალი რო არის, მაგით ქსოვს და ანუ ეს ჭხირებით მოქსოვილია ყაისნაყით, ხო. წელს დავამატე ესენი, ბალაკლავები და რაღაცნაირად ახალი პროდუქცია შევმატე ჩემს ბრენდს. ეთელია. ჯერ არ მაქვს ეს თესლები, მაგრამ ხო რაღაც ლამაზი ფერები გამოვიდა მგონი. ფერები არის აი ძალიან ლამაზი და ქუდი თბილია, მე უკვე მაქვს. მე მგონი პირველ იმას საუზმე რო გადავიღეთ ის სილამაზის ამბავში. კურსათმოვებით ძალიან თბილია და სკიტურზე სხვათა შორის ძალიან კარგად იყენებენ. სკიტურებზე კი. სკიტურებზე და ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ ვხედავ ჩემს პროდუქციას ხვის თავზე, აი რაღაცნაირად მაბედნიერებს, იმიტომ რომ ვიცი რამხელა გული და სული მაქვს ჩაქსოვილი და აი როგორი ენერგეტიკით და ну რაღაც დადებითი ემოციებით ვქსოვ ხოლმე. რაღაცა ეს არის რა ჩემთვის განაირად მაბედნიერებელი. ინსტაგრამზე მე ლუშნუს ქუდი და ჩემმა მეგობარმა ისიც ასევე სპორტ სკოლის ხო მთის ადამიანია იქის კი როგორ სპორტ სკოლა ირაკლი ვეცკო და გეხოცები ერთი ლუშნუ წამომიღეო დამაბარა ლუშნუზეც თქვათ ხო ლუშნუ ნიშნავს სვანურს სვანურს ნიშნავს და რაღაცა ინსტაგრამზე დავწერე ლუშნუ ლაგამი ანუ სვანური თავსაბურავის მაგვარი სიტყვარი ლაგამი ესე ქვია ანუ თავზე დასაფარებელი დასახურებელი რამა ხო და ლუშნუ ანუ რაღაცა მინდოდა აუცილებლად რომ ყოფილიყო უშბის ლოგო ხო ლოგოზე არის უშბა და რაღაცა კავშირში რომ ყოფილიყო პირდაპირ კავშირში სვანეთთან მაინც იმიტომ რომ ჩემი ესე ვთქვათ განსაკუთრებული წლები და ყველაფერი მოკლედ აქ მაქვს გატარებული და უშბა უფრო გიყვარს სიმართლე რო ვთქვათ ეთნოლდი უფრო ვიყვარს იმიტომ რომ მაინც რაღაცა ქალური სოლიდარობა ალბათ ამიტომ რომ ხო არის ლეგენდა თუ რაღაც რო ანუ აი თეთნულდი არის ქალბატონი და უშბა არის მამაკაცი და ნუ მაგათი სიყვარულის ამბავიც ყველა მიცის აკი მიხარი მადლობა ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ მადლობა ძალიან დიდი ძალიან მიხარია რომ გაიცნობა ჩემს პროდუქციას ვაყურებელი ხო და რა არის იცი წერენ ხოლმე როგორც წესი მსგავსი მე მცირე მეწარმეებზე ესეთ მსგავს ნივთებზე და ინსტაგრამზე შეგიძლიათ ნახოთ ლუშნუ და გზავნი კიდეც ხო სხვა ქალაქებში კი შემიძლია საქართველოს პოსტით შვენიერი ხო ვეცდები რომ შემდეგ წელს უფრო მრავალფეროვანი გავხადო და კიდე რაღაცაების შემატებას სხვა აქსესუარები გვინდა რომ შევმატოთ და შვენიერი მაშინ მომავალ წელსაც მოგვიწევს გადახება განაგვინდა სიახლეებით დაგიბრუნდებით მოურჩიცრიალს და უკვე აპრესკიზე ის დროა, როცა თავს უფლებას ვაძლევთ ცოტა ალკოჰოლის მიღების ზურუდზე ვართ ხიჟინაში, მანქანაში რო ვლაპარაკობდი თეზოს აშენებულ ხიჟინაში, სადაც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია მთაზე რაც კი ესეთ ხიჟინები და რესტორნები არსებობს და აქ არის განსაკუთრებული კონიაკი, რომელიც შოკოლადის არომატით არის და რომელიც აქაურობისთვის არის დამახასიათებელი და აქ ვინც მოდის, მე მგონი ამ კონიაკის გასინჯვის გარეშე არ მიდის.
ძალიან მაგარია. მოგლედ თეზოს დიშულთან ერთად ვართ ახლა ზურულზე თეზოს აშენებულ ხიჟინაში და რესტორანში და მარიამი გაიხსენებს თეზოს ხო ორი სიტყვით იმიტომ რომ მანამდეც თქვი მანქანაში რომ მოვდიოდით ყვებოდი როგორი განსაკუთრებული ადამიანი იყო და როგორ შთაბერა სული აქაურობას ეს ხიჟინაც ხო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. კი, ცოტა ხნით ადრე დასრულდა და დაახლოებით 2 კვირის მანძილზე მოხერხა აქ ცხოვრება. თეზო იყო, მე რავი, როგორ შეიძლება დავახასიათო, ინოვატორი ადამიანი, რომელსაც აი ევროპის საუკეთესო კურორტების განუცდილების გადმოტანა უნდა და სვანეთში და მე უკვე საქართველოს სხვა კურორტებზე. და მოახერხა კიდეც ნაწილობრივ არ დასწავლდა რაღაცა. მაგალითად, ჰაწვალის კურორტის იდეა ეკუთვნის თეზოს და თეზოს დამსახურება არის, რომ საბაგირო გაკეთდა სასრიალო ტრასები, ძალიან დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა ამ ყველაფერს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ჩემი ასაკის ბავშვებს მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, ესე ყველას ერთად ხელი მოგვიკიდა და ეს მთისკენ წამოგვიყვანა სრიალი გვასწავლა. რაღაც სპორტსმენებს მუდმივად უმასპინძლდებოდა, რომ აი ვარჯიშის მერე დაღლილზე რაღაც კვების საშუალება ქონოდათ და ძალიან ისედაც რაღაც ხვანაირად მზრუნველი ტიპი იყო, ხო? ყველა ისე იხსენებს რა. ვიღაცისთვის შეშამი ქონდა მუსტანგერი ყვებოდა, რომელიც აქ ცხოვრობს დღემდე და თეზოს ის იყო. მარჯვენა ხელი მეგობარი, ხო? კი. ხო, მუსტანგერიც ახლა აქ არის რაღაცა ისეთი განუყრელი პიროვნება და პერსონაჟი რა ზურულის ყოველდღიურობისთვის, აი მუსტანგერი რო არ არის ხოლმე რაღაცა რო გაკლიოთ რაღაც ესე. ძალიან ახლოს იცნობდა მუსტანგერი თეზოს და ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი ქონდათ ერთად. ხო და რა შენზეც ძალიან დიდი ამაგი აქვს და ხო, განსაკუთრებით უყვარდა მარიამ. კი, რაღაც ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება ქონდა ჩემ მიმართ, იმიტომ რომ მე და თეზოშვილი თამუსი ვართ ძალიან ახლო მეგობრები და ბავშვობიდან როგორც კი გავიცანით ერთმანეთი, მას შემდეგ რაღაცნაირად განუყრელები ვართ ერთმანეთისთვის და რაღაც მახსოვს აი სასტუმრო თეთნულს აშენებდნენ და რაღაცა საძირკველის გათხრიდან დაწყებული თეზოსთან ერთად ვიყავით, აი ყოველდღე თითქოს მშენებლობაზე ვიყავით რაღაც. ან დაგატარებდათ რასაც აკეთებდათ თქვენს კი. მიხარია რომ ყველანაირი ამინდი დაგვემთხვა და ვნახეთ. თავის მოკრიალებული ცით და უშბის გამოჩენით უშბა ღრუბელში და დღეს თოვს. კაია რომ კიდე რამდენიმე დღე თოვს. თან ესეთი ამის სკულპტური ძალიან განსაკუთრებული ხდება ხოლმე. ყველაზე გემრიელი მომენტია სრიალის მერე აი შუა შესვენება რომ შემოხვალ და ცხელი სანამცხელი უნდა გავსინჯოთ. კი, აუცილებლად. თან ნუ განსაკუთრებით უხდება ცივა ამინდს და აი ახლა რაღაცნაირად ხო, კულტარი როგორც წესი ხელით იწვევა ხოლმე. კი ბატონო. მეც მეუბნებიან ხოლმე გამომწერები, რომ აიღე ხელში ნუწვალო სხვადასხვა კერძზე. აბა, გავსინჯოთ. ესე რო ვქნა. ხო, შეიძლება. ძალიან კაია. არ მოვიტყუები, არ ვიტყვი რომ პირველად სინჯავა გულდას. მე ვიცოდი რა დავხდებოდა. მე რომ ზურულზე განსაკუთრებით გემრიელი კულტარი არის წყლის გამო, იმიტომ რომ თიდან შემოყავთ პირდაპირ წყაროს წყალი და ნუ ფილტრაციას გადის რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაცნაირად აი არ ვიცი ხა ეს ჩემი დამოკიდებულება არის თუ რამე გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ამბავმა. ცომი ყოველთვის არის ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელია. არა, გავლენა ნამდვილად შეიძლება იქონიოს, იმიტომ რომ მაგალითად რა ვიცი, ლუდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია წყალი. კოკა-კოლაზე ამბობენ სხვათა შორის, რომ ჩვენთან გემრიელია წყლის გამო და ძალიან გემრიელია. ცომია კნაწუნა და ხო
ხორცი რბილი. ხორცი ძალიან რბილი თან. მე არ მიყვარს მაგარი ხორცი. ვერ. ხო, სახეჭად მარტივია საკმაოდ. აია, უბრალოდ მოკლედ გამარჯვა. რეკომენდაცია ზურგის მკვდარს მე. გადავიდე საფრანგეთში. ეთენ ძალიან ეს არის. კიდევ უფრო ხელცამშია. კი, ფეტვიანი ხაჭაპური და ფეტვიანი ჭიშტი არის განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ფეტვს აქვს ძალიან დიდი ენერგეტიკული ღირებულება და თაზა ისრიალისას და ფიზიკურ აქტივობაში რა ხარ რაღაც მსგავსი პროდუქტები ძალიან კარგია რა, რაღაც თან განაკრებს ენერგიას ხარჯავ, ეს სიცივეზეც რაღაცნაირად ხანეირად ხშირდება ჰაერზე. და აი ძალიან მაგარი. ხო, იმ თის ჰაერი ზოგადად ეს არის რა, სუქშია და სუგინა რაღაცა ჭამო და როცა იმ საშუალება არის რომ ესეთი პროდუქტით სვანური კერძი მიირთვა თან რაღაცნაირად როგორც ვიცი ფეტვი მოდის მხოლოდ სვანეთში საქართველოში და რა ვიცი ძალიან საინტერესო გემოც აქვს და არომატიც ჩემს ძალიან მადლობა მადლობა აი რო ჩამოდიოდნენ აქ სტუმრები მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იცნობდა თუ არ იცნობდა აი ისეთ შაბეჭდილებას უთო 1 საათით ნამყოფი ადამიანები 1 საათს რო გაატარებდნენ თეზოსთან და მე საერთოდ რო არ შეხვედროდნენ თეზოს ისე შაბეჭდილებას უტოვებდა ყველას რომ არავის არ ავიწყდებოდა გამიგე ისეთი თბილი იყო ისეთი სტუმართმოყვარე ყველას პატივს სცემდა ყველას ეპატიჟებოდა არც სასტუმრო არ იყო აბსოლუტურად და აი რატო დაიწყო სასტუმროს გაკეთება სვანეთის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი იმ სასტუმროს აშენებით თეთრუნდის აშენებით აი სტომაი რო ჩამოვიყვან თუ აქ ინვესტორი იქნება ვინც უნდა იყოს თავრობა იქნება უნდა გავაკეთებინოთ ყველაფერიო აი სად უნდა დარჩნო აი მის გულისა გააკეთა რომ აი პატივსაცემად რომ პატივიეცა აი პირველ რიგში აი 90% მის გულისა გააკეთა არ აინტერესებდა იმას არც შემოსავალი არც ფული არც პერიოდი იყო ისეთი სასტუმრო რო ააშენა და ყველაფერი დაამთავრდა მე მახსოვს რომ აი დაჟე ბევრს მაშინ უჭირდა მესტიას განსაკუთრებით უჭირდა იმიტომ რაიონს არაბით არის შესაძლებლობა ხალხს არ ქონდა აბსოლუტურად და მოდიოდნენ ებრძვიან რომ შავებში ჩაცმული ქალები და ერთი ორი მეშვეყი ფქვილის ის თუ გახსოვდა საშუალება და რაღაცა და მოიღრუბლებოდა რა ისე მასაები აშკარად ეთყობოდა და რამ ისე შეწუხდებოდა და ავიდოდა და 1000 მონეთი 1500 მონეთი 2000 მონეთებს შუქნიდა რა ქალა აი ისე უჭირდა ყველას და არ აინტერესებდა თეზოს ეს შემოსავალი და ეს ლეჯბი ადამიანებს დახმარებოდა და მომავლისთვის აკეთებდა ყველაფერს მომავლისთვის ანუ სანამ მოთხოვნა იქნებოდა იმ სტუმრებისგან წინასწარ შენა რომ მერე მოეზიდა ხო მერე მოეზიდა ყველანაირად რომ დახვედროდა და ხედვაც ჰქონდა ანუ ხედვა ჰქონდა სასწაული ხედვა ჰქონდა ძალიან დიდი პროექტები დადო ძალიან დიდი პროექტები ეხლა დამთავრებული უნდა ყოფილიყო ის პროექტიც 2022-ისთვის ვარაუდობდით ჩვენ ეს პროექტი თუ გაკეთდა სვანეთში აი თეზოს პროექტი ჰქვია იმ პროექტს მესტია ეცერის გადაბმა საბაგირებითა და ტრასებით დაკავშირება ჩემი სოფელი მაზერი არის ბეჩოს მუნიციპალიტეტი ის ბეჩოს თემის სოფელი მაზერი ბოლო სოფელი არის ბეჩოში შტუგრასკენ რო იწყება ბილიკი აი მინდრები რო იწყება მაზერს გასწრები ასფალტი რომ თავდება აი ამის ცოტა მოშორებით რა 500 მეტროში ისე უნდა წელთან უფრო ახლოს როგორი პროექტი იყო იცი ჩვენ დაიანგარიშა რამდენი საბაგირო იქნებოდა საჭირო 15 საბაგირო წარმოიდგინე რამხელა დიდი პროექტი და უმიზნებდა ოლიმპიადისთვის რომ მოემზადებინა თავრობა და ოლიმპიადაში რა რო დავდგებოდით იქ ყველაფერი ჩანდა იქ და უშპის მხარე იქით ბახის მთა ქვია იქით ამ მხარეს წარმოიდგინე ომსტანგ მისტიდა რომ სრიალით წახვალო ეცერში და ეცერიდან სრიალით რო წამოხვალო უშპის წინო რა წარმოიდგინე ამ ხელა ხედვა ჰქონდა ყველა
არ დასალდა. დაწყებული იყო და უბრალოდ აი იმ წელს რომ დაიღუპა იმ წელს უნდა ჩაეტარებინა ტენდერი, ტყეკაფის ტენდერი. ჩამოჰყავდა გეოლოგიური დასკვნები უნდა დადებული იყო ეს, როგორ უნდა წასულიყო ეს საბაგიროები, ტრასები როგორ უნდა გაჭრილიყო. კანადიდან ჩამოჰყავდა ხალხი. კანადელები, ჩვენი სტუმრები იყვნენ აქ, 2 კვირა იყვნენ რა, გასულ წლებში, რომელი წელი იყო? 2011 წელი. 17 კაცი მსოფლიოში ყველაზე აი პროფესიონალი ხალხი საბაგიროებისა და პროექტების აპროექტებენ მაგათ საბაგიროებს. თქვენ მოკლედ ძალიან კარგად უნარჩუნებთ თეზოს სახელს სიცოცხლეს. რაც შემიძლია ვაკეთებ, რაც შემიძლია ვაკეთებ და დიდი მადლობა. ახლა ეს სადაც ხედავთ? არ შემიძლია. ეს ზრულ ეს დავამთავრეთ 2014-ში გამიგე. ახლა სადაც ხედავთ არის ზედა სართული ქვევით ზურულდის რესტორანს. კიმბით ამოვედით და ეს ადგილიც სხვა სასტუმროს ნომრებია და უნდა დავრჩერთ. ხო დამიტოვეთ. რა თქმა უნდა. კარგი. რომ ჩამოვიდი. მადლობა მოსტანგერ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონი მამკაც თეზოს უახლოესი მეგობარია. ყოველ წელს ჩამოდიხართ თეზოს თასისთვის, ხო? საფრანგეთში ცხოვრობთ თუ არ ვცდები? საფრანგეთში ვცხოვრობ და თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ, რომ პატივი ვცე მის სულს. მის სულს პატივი ვცე და გავიხსენოთ მეგობრებთან ერთად ის ყველაფერი, რაც ერთად გავიარეთ. და გავიარეთ ძალიან დიდი გზა. ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. ბავშვობის მეგობრები ვართ. ამასთან ერთად ძალიან ახლონართ ესავია ჩემი თეზო. და მეგობარი, უახლოესი მეგობარი. თხილამურები, ნაკრები, რა ვიცი, გავიარეთ ძალიან ესეთი ლამაზი ცხოვრება, როგორც თქვენი თეზო როგორი იყო? აი, ეხლა გადავართ ჩვენ თეზოზე. რა ისტორიაც? მეგობრობის, აი როგორ თქვა, აი ლოკომოტივი. აი ჩვენ აი თეზო როდესაც ყავდა და ეხლა ვაგრძელებთ მე გუშინას აღვნიშნე ინტერვიუში რომ თეზო სიკვდილის შემდეგაც გრძელდება ჩვენი აი ეს მეგობრობა და სხვათა შორის თეზო სიკვდილის მერე გავიცანი ბევრი და დავმეგობრდით თეზოს მეგობრებთან რომლებსაც მე არ ვიცნობდი და აი ყოველი წლის ჩამოსვლა ჩემი აი აქ სვანეთში ახალ და ახალ მეგობარს ვიძენ თეზოს მეგობრებს რომლებსაც მე არ ვიცნობდი აი მხელა სიძლიერე ქონდა სულიერი სიძლიერე აი მეგობრობის სიმბოლო იყო ადამიანი იყო ალბათ რა ვიცი საუკუნეში ერთხელ იბადება ლეგენდა და ეს რაც მესტიაში ახლა არის განვითარებული ტურიზმი ეს არის თეზოს დამსახურება. თეზო მარტო ხელა თავის აი მეგობრებთან ერთად აღნიშნავი მეგობრებსაც აი ადოლი გოშთელიანი გოშთელიანებმა გვიმასპინძლეს არაჩვეულებრივ ადამიანებზე და ჩვენც და რა ვიცი ბევრი აი ეს მეგობრები თავისი ხელით ტრაქტორით აი თავისი შრომით გაჩეხეს, გაამზადეს ტრასები, მოიზიდეს ხალხი და რა ვიცი, აი სულ იმაში იყო, რომ რამენაირად სვანეთი და საქართველოს პატრიოტი იყო რა. განვითარებული იყო სპორტი და ტურიზმი სვანეთში და მიაღწია ყველაფერს და აი ეს რა სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ზურულდზე, ეს რომ დაამთავრა, აი ყველაფერი რომ მორჩა და გადმოვიდა ზუსტად ერთ კვირაში დაახლოებით ერთ-ორ დღეში გარდაიცვალა საწყარი და დაუტოვა მთელ სვანეთს და საქართველოს აი ეს სილამაზე რასაც ვხედავთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც ესე თეზოსგან გაცნობილი მეგობრები ვიქნებით და მიხარია. აი ეს არის სასიამოვნო რომ ისევ ჩვენთან არის, ისევ ჩვენთან ჩვენ გვერდში არის და რა ვიცი იგრძნობა, ძალიან იგრძნობა თქვენი ამაყივარ რომ აი ესეთი მეგობარი მყავდა და აი დიდი სიამოვნებით მოვდივარ თეზოს აი ესეთ დასასწავლოზე. მადლობა თქვენ.
სერიალის შემდეგ ყველაზე კარგი და გემრიელი და ცხონება არის წვნიანი. წამოვედით Twin Peaks-ში. Twin Peaks-ი როგორი ადგილია, იცი, ნესტიაში, აი სადაც მიდიხარ, ყველგან მაინც ჭამ კუბდარს, ფეტვიან ხაჭაპურს, ჭიშვარს. ცოტა განსხვავებული მენიუა Twin Peaks-ში და დრო მოგბეზრდება ეს ერთი და იგივე კერძები. შეგიძლია შეუკვეთო ოსპის წვნიანი მაგალითად. ეს დაღერღილი წიწაკა აქვს, უნდა ჩავაგდო. ჩავაწურე, არა, ნახე, ჩაეწურა. კრემსუპი. აია. და კიდე სიმჟავე მოხდება. ძალიან გემრიელი. მთელი ბავშვობა ჩემი უბედურება იყო ის, რომ წვნიანს მაძალებდნენ. საათობით ვიჯექი და თან ეს დედა ჩემს რო არ ეგლებოდა, იმიტომ რომ რა ვიცი, აი გარ უნდა და შეეშვი 2 საათი მჭდარ ვარ. ერთხელ თავზე დამასხა მახსოვს. მართლა. მაკარონები ქონდა იმ სუპში. მაგრამ მე ჭამა შემიყვარდა. და დავიწყე წვნიანი მის ჭამს. ძალიან კაი ოსპი. ეს არის აჯაბსანდალი. ხა აჯაბსანდალს გავსინჯე. დავწხოთ აჯაბსანდალი. აჯაბსანდალი ძალიან მიყვარს. მე მგონი სხვა ეპიზოდშიც ნათქვამი მაქვს. კი, იცი სად? დოლიში რო ვიყავით თელავში. იცი რა მიყვარს კიდე უკარტოფილო აჯაბსანდალი. კარტოფილი არ მიყვარს აჯაბსანდალზე. გემრიელია ძალიან. ძალიან ჩათუშული არ არის თვითონ ბოსტნეული და იგრძნობა ცალ-ცალკე გემოებ და კაი. ბევრი დღის კუბდრეს ჭამის მერე კარგი გადაწყვეტილება იყო. კამერა დამიქნიე. ვაშა ხალხი გითხოვს. ნინუცას ჩენელზე ნახავ. ხო, ნახეთ ლაშა ნინუცას ჩენელზე. გამოიწერეთ ნინუცას ჩენელი. ჩვენი მეგობრები არიან, დღეს შევხვდნენ მთაზე. რეჰანიც გამოიწერეთ. და მომიც მესტიაში თუ მოხვდებით, შეგიძლიათ Twin Peaks-ს ესტუმროთ. ეს ბოლოში უნდა ჩამჯდარიყო, იმიტომ რომ კიდევ 2 კერს ჩვენზე ველოდებით. ცოტა აგვიანებს, ცოტა არა ძალიან. ზოგადად ჭირს თანამშრომლების პოვნა. არა მარტო აქ, აი ყველა რეგიონში მაგის პრობლემაა თანამშრომლების და მე მგონი სულ 2 ადამიანი მუშაობს სამზარეულოს. გოგიტა ის? არა. კი? გოგიტა. მოდი. მოდი 2 წამით. არაო მეუბნებოდა. რაკენ, საიდან მოგცეს კან? გოგიტა ჩართოლანი. საერთაშორისო გიდი, გამყოლი, მთასვლელი. კიდე რა გამომრჩა რამე რეგალიაში? ეგ არის რა. ეგ არის. სამწუხაროდ. კარგი. სანამ აქ მოვდიოდით, ვემუქრებოდი, რომ უნდა გადაგიღო მეთქი და აი მე და კამერები არაო და ეხა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე, მაგრამ არა უშავს. რას ვიზარდ? გემრიელა ჭამეთ დაგპატიჟებ თუ არა.
აი, რა ხდება მესტიაში მაშინ ის მაყევი არიან? მესტიაში კი არიან ტურისტები. ეხლა თებერვალში ძალიან ბევრი ხალხი წამოვიდა. თავლიც კარგია, ხო? კი, თოვლიც კარგი არის და ნუ ჯერჯერობით ყველაზე კაი კონდიცია თოვლის მე მგონი ისე მესტიაში გვაქვს. რასაც უყურებთ. გოგიტა მე გავიცანი სოციალურ ქსელში Instagram-ზე დავაფოლოვე და აი როგორი სტორები უდევს იცი? ღრუბლებს ზევიდან, ვარდისფერი ფერები, ამომავალი მზე, ჩამავალი მზე, საოცრად სრიალი, აი შენ სტორებს რო ვნახულობ, მგონია რომ მე არ ვცხოვრობ მართლა. წაკაია. მადლობა. მადლობა თქვენ. სვანეთში რო ამოხვალთ, აუცილებლად სანახავია მუზეუმი, რომელშიც საოცარი ექსპონატებია გამოფენილი. ჩვენ ეპიზოდში ესე მუზეუმის შიგნით არ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი ფორმატი არ არის, მაგრამ უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის გაკეთებული თან მესტიის მუზეუმი და აი რა ვიცი, რამდენი 1000 წლეულის ისტორია ინახება, ვერ გეტყვით. და ისეთ ამაყი გამოდიხარ, რომ ქართველი ხარ. აუცილებლად უნდა ნახოთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, კლდის ვეფხვი, სადაც ალბათ ცრემლების გარეშე ვერ გამოხვალთ და იქიდანაც ამაყი გამოხვალთ, იმიტომ რომ ესეთი საოცარი ადამიანი ყავდა და საოცარი ასვლელი ალპინისტი. კარგი. კიდე რა? ნუ სოფლები ცალკე ზღაპრული როა და უშქულში ასვლა, ბეჩო, ქორუნდის ტბები, არ ვიცი, ძალიან ბევრია სვანეთის სანახავი, მაგრამ პირველი როგორც წესი მესტიაში ამოდიან ხოლმე და მესტიაში ათვალიერებენ და ჰა? დანარჩენებსაც ვნახავთ და ვიმოგზაურებთ რეჰანის ფარგლებში გამოიწერეთ. ნახე როგორი კნაწუნაცომია, ლაბაძე რო უკრავდა. იმაზე, აქ არ იკრავ, ჩებურეგს. ცანცხელი. კუბდარს სინჯავთ ყველგან მოკლედ. ხინკლის არასწორად ჭერაზე შენც რომ მითხარი, ანა თემას გადამცეს. გემრიელა. ცოტა მაგარი ხორცია. ჩუდი არ არის, კაია. ხო, ცოტა. ცომი კნაწუნაა და ძალიან კაია. არა, ცუდი მართლა არ არის, ძალიან გემრიელია, უბრალოდ ოდნავ მაგარია ხორცი, რაც რები გასინჯას და აქ ოჯახური მოეწონათ ზარ. ხო, ერთი წუთი. ძალიან ბევრი ხო ვართ ამ სვანეთში ამოსული და ვერ ვახერხებთ ეპიზოდების ჩაწერას წესიერად, იმიტომ რომ აქ ნაწილია კიდე. დიდი ყაყანი იმართება ხოლმე სუფრასთან. ამიტომ ცალკე დავსვით დღეს და ჩვენ მედალაშამ ცალკე სუფრა შეუკვეთეთ. ოჯახური გასინჯას ძალიან მოეწონათ, ბორში გასინჯას ასევე ძალიან მოეწონათ. თაშმიჯაბზე არ მიკითხავს რა თქვეს. აუსტრი იყო უგემრიელესი და წინა ჩამოსვლაზე ახალ წელს ვიყავით მედალაშა, მაშინაც ძალიან გემრიელი აუსტრი იყო საოცარი. რას ველოდებით კიდე? კროკეტებს ველოდებით და ტაკოსებს. ეს არის თაშმიჯაბის კროკეტები, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება. ნახე. соуси, რომელიც არ ვიცი რითია, ან გაწურული მაწვნით იქნება, ან არაჟნით. წიწაკეთ, ცოტა პიტნაც იგრძნობა. წავიდა რო კითხო. არა, მაინტერესებს ეს კროკეტების соуси რითია? მოძაძიკო რაღაცა. ძაძიკივით ხო? და გავსინჯოთ. კარგია. ეს ძალიან სუბუქი ტიპია. ხრაწუნა.
ბზეს უმზირასავით არის. კარგია. თაშმიჯაბის კროკეტებმა გამართ. კუბდრის შიგთავსი, თაშმიჯაბის კროკეტები და ასევე მაწვნის соуსი. საინტერესოა. სვანური ტაკოსი. სანგემრიელია. ჩვენ ვიქცე თუ მოხვალ ეს აუცილებლად უნდა ჭამოთ. მართლა სანგემრიელია. ლაჰილში ვართ მოკლედ. ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ძალიან გემრიელად შეგიძლიათ სვანური კერძების ჭამა. ესეა? აუ, კარგი. ამეთანხმე. არა მარტო სვანურის თან. არა მარტო სვანურის, ხო? წეღამ ჭამეთ გოგრის ფხალი, რომელიც აღარ დარჩა, იმიტომ რომ ესეთი გემრიელი. გავანადგურე. ძალიან გემრიელი იყო და ვერ მოვითმინეს. ვერ მოვითმინეს და ჭამეთ ბოლომდე. ფეტვიანი ხაჭაპური, ნახე. რომელიც ძალიან გემრიელია და იცი რატოა გემრიელი? აი იმ სვანურ ღუმელზე ცხება. იცი რა, ეხლა ვიხარ გავხსნი. ჩანს. აი, მე შევჭამ, ამათ ჭამეს. აია. ძალიან გემრიელია. ეს სვანური ღუმელი კიდე ცალკე ამბავია, ხო? იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი სვანური კერძების ძირითადი სვანური კერძები ყველაფერი ღუმელში ცხება. და ცალკე ცეცხლის გემო აქვს და ხო, ცეცხლის გემო აქვს ცალს. აი აქედან ეტყობოდი. ეს გამოდის ხვალ. აბა სადამდე წაიღებს? აბა სადამდე წაი. შენ იმ დროს რაღაც კარგი. ხავი დააგვეყინა და ოდნავ სხვანაირია ისი. ეს არ არის ბოლომდე ერთგვაროვანი და იგრძნობა ვისაც უყვარს კარტოფილი. ერთგვაროვანი არის. ეს არის. ხო, აი, გაწელა. ოჩა, კატო.
მალე ყველა ჩამოვივლის თოვლის ბაბუა ასეთი სიტუაცია მაგარია შეგარავა ერი იყოს ფერთვის წელი ახალი ყველას ერთად აყვებედოს ტრატელი კვალი ვოწელი სახები რესაიქება სიყვარული თურმება სეინება ახტენი ოცნებების ლევითება მაგრამ აქ ისრები გადავიწება